ოცში მუშაობდით თუ არ მუშაობდით? კაცი, რომლის კომპანიასაც აღმოსავლეთ საქართველოს ციხეების კვება ჩააბარეს და ჯამში საქართველოს ბიუჯეტიდან 152 მილიონს მიიღებს, გვიდასტურებს, რომ სუსის ყოფილი თანამშრომელია. ირაკლი ლეთოდიანი სუსიდან პირდაპირ მრავალმილიონიან ტენდერებში ნაჩუქარი ბიზნეს წილით აღმოჩნდა. მუშაობდი და მე ამაყება კიდევაც სულ ხალხებს ვემსახურებოდი. ირაკლი ლეთოდიანი კომპანია გიორგი 2020-ის წილის მფლობელია. მას ახლა საქართველოს 10 ციხის კვება აქვს ჩაბარებული. ბიზნეს წილი, სადაც მრავალი მილიონი ბრუნავს, ლეთოდიანმა სუსიდან წამოსვლის შემდეგ საჩუქრად მიიღო. სუსის თანამშრომლობით მოიგეთ ეს ტენდერი? ჩამოწიეთ ერთი წუთით შუშა. საქმე ნახე. როგორ მიიღეთ საჩუქრად ეს კომპანია? ჩვენ ირაკლი ლეთოდიანს რამდენიმე კვირა ავეცებთ, რადგან პატიმრების კვების ტენდერში არაერთი საეჭვო გარემოება აღმოვაჩინეთ. კითხვები პასუხებს ითხოვს, თუმცა ლეთოდიანი ყოველი ჩვენი შეხვედრის დროს გარბის. კითხვები გვაქვს და შეიძლება რომ გავიგე, მორბი ხართ ერთი რა ქვია, რაღაცა კამერით მეორე, ხეში რაღაცა. ამიტომ გამარტეთ თავში კარები, ბატონო ირაკლი. მანქანის კარები. კაი, ბატონო ირაკლი, დაგველაპარაკები? მაგას რეაქცია რო ქონდეს და რაღაცა გრინი არ რაღაც გამოვიყენო. მე რა პრობლემა უნდა იყოს? მადლობა რომ გრინი არ გამოიყენა. აი დოკუმენტი. 2026 წლის 3 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ თანამშრომელს კომპანია გიორგი 2020-ის მფლობელები ბახტან გლომინეიშვილი და ოთარ კვარაცხელია კუთვნილი კომპანიის წილებს ჩუქნიან. ის თანაბარი უფლებების მქონე აქციონერი 33%-იანი წილის მფლობელი უსასყიდლოდ ხდება. ზუსტად ერთ თვეში კი 2026 წლის 4 მაისს შეფესე გიორგი 2020-მა პენტენციური სამსახურის ტენდერში გაიმარჯვა და 152 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთა მიიღო. ჩვენ დავსვით კითხვა, გამოიყენა თუ არა სუსის გავლენები ლეთოდიანმა, რომ ამ კომპანიის სანაცვლოდ პატიმართა კვების მრავალმილიონიანი ტენდერი მოეგო და სანაცვლოდ მიიღო თუ არა ბიზნესის წილი უფასოდ. ანუ მოგვეტყვეთ ბატონო ირაკლი, მართლა გადმოვალ დავაპარკინგებ, მაინც წილები უფასოდ რატომ მიმოხდეს? ვისი წილები მომწეს? აი ამ კომპანიის ძმაკაცებმა მაჩუქეს დაუშვათ, მე რა საქმე არის? მაღალჩინოსანს როგორც დაგელაგებინა. რა სუსი რა შუაშია გამაგებინა? მუშაობდით სუსში. მე რა რომ მუშაობდი? მუშაობ მე რა? კი, ჩემ ბავშვების მეგობრები არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს ძებნის შემდეგ კვლავ სახლთან შევხვდით. დილით გაიქცა. შუადღით კი დაგვპირდა, რომ ავტომობილს გააჩერებდა და დაგველაპარაკებოდა, თუმცა ისევ გაქცევა სცადა. რანაირად გაჩუქეს? მაჩუქეს, ჩვეულებრივად მაჩუქეს. კი, კიდე ბევრს მაჩუქებენ. რატომ? იმიტომ რომ ვიმსახურებ, კარგი მეგობრები მყავს. ციხეების კვების მრავალმილიონიანი ტენდერი კომპანია გიორგი 2020-ისთვის პირველი სახელმწიფო დაკვეთა. შესყიდვების ოფიციალური პორტალის ბაზის მონაცემებით 2020 წლიდან, ანუ დაფუძნების დღიდან 2026 წლამდე კომპანიას სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთხელ არ გამოუთქვამს. ვიდრე სუსის თანამშრომელი ამ კომპანიის წილს საჩუქრად მიიღებდა, გურამიშვილის გამზირზე რესტორან მეგობრებს ამუშავებდა. ოღონდ ეს რესტორანიც მათი არ ყოფილა, შენობა ნაქირავები იყო. იჯარით აქვთ აღებული ეს? მეგონა რომ შენობაც მათი იყო. არა? ბატონო მალხას დიდი ხანია რაც იჯარით არის გაცემული ეს ტერიტორია? სამაში ვერ გარკვეული. ტენდერში მონაწილეობისთვის, რომელიც პატიმრების კვებას ეხება, სპეციალური ნებართვაა საჭირო. ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ფორმა ნომერი 4. ეს დოკუმენტი კომპანიას მესამე კატეგორიის დასაშვებ სუბიექტად განსაზღვრავს, რის შემდეგაც სუსი მისი ყველა თანამშრომლის, მფლობელების, დირექტორისა თუ მომსახურე პერსონალის საქმიანობას დეტალურად სწავლობს, რათა დაადგინოს ვის აძლევს დახურულ ზონაში შესვლისა და მომსახურების გაწევის უფლებას. ძალიან დიდი მეგობრები მყავს, რა თქვი ტენდერში ამოწევს? მრავალმილიონიან ის ტენდერში რა შუაშია კაცო ტენდერი? აი ციხეების ტენდერი გამოიგეთ ერთ თვეში, მას შემდეგ რაც წილები გაჩუქეს. აი მეორე კომპანიის დირექტორიც ეს არ არის ბატონო ირაკლი.
ან მართლა არ გწხვენიათ, ან მოგვატყუეთ, მანქანას გავაჩერებო, დაგელაპარაკებით და ახლა გარბიხართ მაგ. როგორ დაგელაპარაკებით? სისულელეზე მელაპარაკები. სისულელეზე როგორ გაშუაშია. ფორმა ნომერი 4 არის ნებართვა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით გიდგინდება, რომ ეს ნებართვა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანია გიორგი ოცი-ოცმა 2025 წლის 11 დეკემბერს მიიღო. 2026 წლის 11 მარტს კი სპეციალური საბუთის გაცემიდან 3 თვეში პენიტენციურ სამსახურთან პირველი 11 მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ახლა ჩვენ ვცდილობთ ირეკლი ლეთოდიანთან საუბრისას გავარკვიოთ, ეკავა თუ არა მას თანამდებობა სუსში იმ დროს, როდესაც მის კომპანიას ეს სპეციალური ნებართვა გადაეცემოდა. მე რა მნიშვნელობა აქვს წამოვიდი? აი რა მნიშვნელობა აქვს? 2025 წამოვიდი 20-ში რა მნიშვნელობა გითხარი? ის მნიშვნელობა აქვს. კაი 25-ში წამოვიდი დაუშვათ. სუსიდან წამოხვედით, წილები გაჩუქეს და შემდეგ ერთვეში ბიზნესში ვარ 5 წელი არის უკვე. ტენდერი მოიგე. 5 წელია, ნახეთ კარგად, იგუგლება ჩემი შეპესეები, ჩვეულებრივად. აი რატო გადმოდი ჩვეულებრივად იგუგლება და დაგუგლეთ ჩვეულებრივად შეპესე ლეთო თუნდა კიდე ტენდერი მოიგე. ირეკლი ლეთოდიანი ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას. უწყებიდან წამოსვლის სავარაუდო პერიოდად 2025 წელს ასახელებს და ამ ინტერვიუში კიდევ ერთ ტყუილს ბიზნესში გატარებულ 5 წელზე ამბობს. სუსის მაღალჩინოსნის სახელზე მართლაც არის რეგისტრირებული კომპანია ლეთო 1979, თუმცა მეწარმეთა რეესტრის მონაცემებით ეს ბიზნესი ირეკლი ლეთოდიანმა 2025 წლის 9 ივლისს დააფუძნა. კანონმდებლობით ამ კომპანიის შექმნის პერიოდში მას ძალოვან უწყებაში აღარ უნდა ემუშავა, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამეწარმეო საქმიანობას უკრძალავს. მოვლენათა ეს ქრონოლოგია იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ლეთოდიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2025 წლის ივლისამდე დატოვა. პირველი ხელშეკრულება სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიას პენიტენციურმა სამსახურმა 2026 წლის 11 მარტს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით გაუფორმა. კონტრაქტი ბიზნეს სუბიექტთან, რომელიც მანამდე სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში საერთოდ არ ირიცხებოდა, სულ რამდენიმე საათში დადეს. პენიტენციურმა სამსახურმა ასობით გვერდისგან შემდგარი დოკუმენტაცია რეკორდული სისწრაფით დაახლოებით 5 საათში შეისწავლა. ჩვენ პენიტენციური სამსახურის უფროს ვკითხეთ, რატომ შეარჩია და როგორ მოძებნა უწყებამ კონტრაქტორად კომპანია, რომლის ერთადერთი გამოცდილებაც ლუდსახარშ ლომისისთვის და სამშენებლო კომპანია ართვინ ჯორჯიასთვის საკვების მიწოდება იყო. რესტორან მეგობრობის მფლობელი რა პრინციპით იპოვეთ და შეარჩიეთ? მოდით, ერთად ამოვიღოთ ის დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც ჩვენ მქონდა, ასე ვთქვათ, მათ რა მოთხოვნილი. მოგაწოდეს? მათ რა თქმა უნდა შესაბამისი, რაც უნდა ყოფილიყო მოთხოვნის ნაწილში. გამოცდილება პირველი ტენდერია მათთვის ეს. ციხები ჩააბარეთ, მთელი აღმოსავლეთ და საქართველოს. ვინმე უკმაყოფილო არის დიდებოდში. ერთი წუთი ხარისხი. როგორ იპოვეთ, ბატონო გიორგი? პირველად შემოვიდა ტენდერში, როგორ იპოვეთ? ერთი წუთი. გულწრფელად მაინტერესებს. როგორ ვიპოვნოთ და ძალიან ხანგრძლივი კვლევის შედეგად. როგორ 5 საათში გააფორმეთ ხელშეკრულება 11 მილიონიანი, ბატონო გიორგი? ძალიან დიდი პროცესი ახდათ, სატენდერო დოკუმენტაცია კი, რომელზეც ახლა პენიტენციური სამსახურის შეფი მიგვითითებს, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. უწყებამ პრეტენდენტისგან 2023 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში ჯამში 5 მილიონი ლარის ღირებულების მომსახურების გამოცდილება მოითხოვა. რომ არა პირველი პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულება პენიტენციურ უწყებასთან სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანია ამ ტენდერს ვერ მოიგებდა. აი ფაქტები. სატენდერო განაცხადში კომპანია გიორგი ოცი-ოცი მიუთითებს, რომ 2023-2025 წლებში მხოლოდ 2 ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. 2.625.000 ლარის ლუდსახარ შლომისთან და 271.698 ლარის სამშენებლო კომპანიასთან. ჯამში ეს თანხა 3 მილიონ ლარსაც კი ვერ აღწევს. ჩვენ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს ვკითხეთ. შეუქმნა თუ არა მისმა უწყებამ ხელოვნურად სატენდერო ისტორია სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ბიზნესს იმისთვის, რომ მას 152 მილიონიანი ტენდერი მოეგო.
კომპანიასთან შემიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ. სუსის მაღალჩინოსანი ჩაჯდა ამ კომპანიაში უსასყიდლოდ. არა, გეკითხებით. სუს გადააბარეთ ციხეების კვება ბატონო გიორგი? სუსი რა შუაშია დიდი. სუსის მაღალჩინოსანმა 33%-იანი წილი რომ მიიღო ბატონო გიორგი, ტენდერიც მაშინ მიიღო. რომელი სუსის მაღალჩინოსანი რაზე საუბრობთ? ირაკლი ლეთოდიანი. კარგი, გეხოცებით. ამაზე დიდი სისრუე საზოგადოების ასეთ სისრუეში შეყვანა. რომ სუსის თანამშრომელი იყო ირაკლი ლეთოდიანი? თქვენ ნახეთ ეხლა ხან ბრუნვებში ატრიალებთ ამას რა. ამიტომ ჯერ ბრუნვებში ჩამოყალიბდით და მერე ველაპარაკობთ. კაი, დიდი ბოდიში. რომელმაც 2025 წელს დატოვა თანამდებობა. ერთში მიიღო კომპანიაში უფასო წილები და ერთ თვეში მიიღო თქვენი ტენდერი. მარტივია ბატონო გიორგი. რა მოგეპატიჟებთ. მადლობა, მაგრამ კითხვაზე მიპასუხეთ. სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიამ საქართველოს 10 ციხის 9000 პატიმარი უნდა გამოგვებას. ასეთი სახელმწიფო დაკვეთების შესასრულებლად კომპანიას მინიმუმ 3-დან 5 მილიონ ლარამდე პირველადი კაპიტალი სჭირდებოდა, რადგან სახელმწიფო მას ფულს შემდეგ უხდის, რაც მომსახურებას გაუწევს. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით გიორგი 20-20 მეოთხე კატეგორიის საწარმოა, რაც ნიშნავს, რომ მისი წლიური ბრუნვა 1 მილიონ ლარს არ აღემატება. ამასთან კომპანიას არ გააჩნია არანაირი ქონება, რომელსაც ბანკში გირაოდ ჩადებდა. რა ჩადეთ 3 მილიონი რომ მიიღეთ? რას ვია რა ჩადეთ? აი 3 მილიონი როგორ საიდან გადაიხადეთ? კვების წინასწარ რომ უნდა შეგეტანოთ. ქონებები მაქვს ჩადებული. რომელი ქონება? ერთი სახლი გაქვთ ბატონო. რას მელაპარაკები? დაყურეში ბინები არა, მაგრამ რამდენი მიწები მაქვს? ნახეთ, ყველაფერი დაკადაღებული არის. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირაკლი ლეთოდიანის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონება ირიცხება. მამისეული ბინა ძველ კორპუსში დანცალადების რაიონში, რომელიც იპოთეკით ჯერ კიდევ 2024 წელს დაიდვერთა. ბაკურიანში არსებული საცხოვრებელი ფართები ბანკის გირაოს ქვეშ საერთოდ არ არის. რაც შეეხება მიწის ნაკვეთსცემში, ეს ქონება ლეთოდიანმა ბანკში კომპანიის წილის მიღებამდე ბევრად ადრე 2025 წელს ჩადო. მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი აქვს დადიანის ქუჩაზე კომპანიის მეორე მეწელეს ოთარ კვარაცხელიას. ეს ქონებაც დაგირავებულია, თუმცა პენტენციურ სამსახურთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 1 წლით ადრე. 2026 წელს ტენდერის პერიოდში იპოთეკით უძრავი ქონება მხოლოდ მესამე პარტნიორმა ვახტანგ ლომინეიშვილმა დატვირთა. საუბარია სოფელ ძეგლში მდებარე 600 კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე, რაც მრავალმილიონიანი კრედიტის მისაღებად არასაკმარისი იქნებოდა. მე კი ვიცი რაც არის მათ ჩადებული, მაგრამ იქ სხვადასხვა ქონება, ანუ მარტო იქ არა. თქვენ 3 მილიონიდან 5 მილიონამდე თანხა გჭირდებათ. 3-დან 5 მილიონამდე 3 მილიონი იყო. 3 მილიონი გაგახსენეთ. 3 მილიონი საიდან მოიტანა კომპანიამ, რომელიც ბანკთან გადაამოწმა. ბანკთან მე როგორ გადავამოწმო? მათ სახელზე სხვა ქონება არ ირიცხება, ქალდონატია და მაგას რატოთulis. აბა ვიჩავთვალოთ კიდე. ჩვენ მეგობრები რატო ქვია მივხვდი? მეგობრები იმიტომ ქვია, რომ ერთმანეთს გვერდზე ვუდგავთ. ასე რომ გახლავთ ახლა კამერა. კომპანია გიორგი 20-20-ის დირექტორი გვიმტკიცებს, რომ ფულის მობილიზებაში ბიზნესის მფლობელებს თავადაც დაეხმარა და საკუთარი ქონება ბანკში ჩადო, რაც ტყუილია. ნათია არჩვაძის სახელზე რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი საგურამოში და ისიც ბანკის იპოთეკისგან თავისუფალია. რა მიზეზით შეიძლება აჩუქოთ წილი ადამიანს, თუ ბიზნესი მომგებიანია და მილიონები მოაქვს. თქვენ ამბობთ, რომ ამ ტენდერამდეც ეს კომპანია წარმატებული მოქმედი კომპანია იყო, რომელსაც ამ რესტორნის გარდა ცალკე ბიზნესი, კვების ბიზნესი ქონდა? სწორად გავიგე? კი. მაშინ ახლა გეკითხებით. თქვენმა ორმა დამფუძნებელმა ირაკლი ლეთოდიანს 33%-იანი წილი უსასყიდლოდ რატომ აჩუქა? აი, მამაზე მე პასუხს ვერ გაგცემ, ეს თვითონ მათთან უნდა მოიკითხო. ეს უსასყიდლოდ მოხდა აქ როგორც წერია, მაგრამ ალბათ რაღაცა თანხით შემოვიდა წილში თვითონ კომპანიაში. საგადასახადოს დაუმალეს? არ ვიცი, ქალბატონო მე ამაებში ვერ ვერკვევი. მე მითხარით, როგორი საჭმელი გამომზადდა. კომპანიას ხელმძღვანელობთ, ქალბატონო დირექტორი ხართ, რაში ვერ ერკვევით? დირექტორი ვარ, მე უშუალოდ კომპანიის და რესტორნის და იქ უკვე თუ რამე ხდება საჭმელთან დაკავშირებით, შეგვიძლიათ მომკითხოთ, წილებთან დაკავშირებით მე არ ვიცი.
რის სანაცვლოდ გააჩუქეს წილი გიორგი 2020-ის მფლობელებმა. ერთ-ერთი მეწილე ჩვენ ირაკლი ლეთოდიანთან ერთად იმ დროს გადავიღეთ, როდესაც ის ჩვენი კითხვებისგან გაქცევას ცდილობდა, თუმცა კაცზე, რომელმაც ბიზნესი გადაუფორმა, ლეთოდიანი გვიმტკიცებდა, რომ მისი დაცვა. ეს ერთ-ერთია და არ არის ჩემი დაცვის უფლესი არის, ჩემი დაცვა კი ბატონო. ბესიკ დონაძე, რომელმაც პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული შესყიდვის ყველა დოკუმენტი შეისწავლა, ამბობს, რომ ციხეების კვების ტენდერი პენიტენციურის ნაცვლად რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. მრავალმილიონიანი წილები ერთი პატარა რესტორნის ფლობელ კომპანიაში უწყების სანდო კაცზე, ირაკლი ლეთოდიანზე გააფორმეს. რეალურად კი სახელმწიფოსგან წაღებული ამ დიდი ფულისა და ბიზნესის უკან უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი მაღალჩინოსნებით განან. წილის სანაცვლოდ ტენდერი უნდა დალაგებულიყო. საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაცია, ამ კომპანიის ისტორია, პენიტენციური სამსახურის მიერ ტენდერის დროს განხორციელებული ქმედებები, წუთებში გაფორმებული ხელშეკრულებების საათებში შესწავლილი დოკუმენტაცია აჩენს ეჭვს, რომ ამ ადამიანის კომპანიაში, ასე ვთქვათ, მეწილედ ყოფნა განაპირობებდა ამ ტენდერის მოგებას. თოდიანი არ არის ამ კომპანიის რეალური მეწილე და მის უკან, როგორც თვითონ იძახის ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამის უკან დგას ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესები. პენიტენციური სამსახურის მიერ გამოცხადებული შესყიდვა სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის კომპანიამ უკონკურენტოდ მოიგო. სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, გიორგი 2020 152 მილიონიანი ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. ჩვენ იუსტიციის მინისტრს, რომლის უწყების დაქვემდებარებაშიც პენიტენციური სამსახური შედის, ვკითხეთ. ჩაერივნენ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები ამ მილიონიანი სახელმწიფო შესყიდვის პროცესში. ტენდერი ჩატარდა ყველა წესის დაცვით. ტენდერში მონაწილეობა მიიღეს კომპანიებმა. ზუსტად არ ვიცი, რამდენი კომპანია მონაწილეობდა ტენდერში, ამას ვერ. მას კონკურენტი ჰყავდა? კონკურენტი რა თქმა უნდა ჰყავდა. და მაინც გამოცდილების არ მქონე შეარჩიეთ? ტენდერში წარმოდგენილი არის დოკუმენტაცია. ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაციას ეყრდნობა უკვე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება. ტენდერი მოიგო მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში უსასყიდლოდ მისცეს წილი ბატონ ირაკლი ლეთოდიანს, რომელიც სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი. ანუ რა მოგებული 150 მილიონიანი ტენდერი. ერთი სუსის თანამშრომელი, როგორც თვითონ მითხართ, უკვე აღარ არის წასულია სისტემიდან და მე არ ვიცნობ პირველად მესმის ამ ადამიანის შესახებ. ჩემთვის კრიტერიუმი არ არის კომპანიის მეწილე, ვინ იქნება. კრიტერიუმი არის, რამდენად აკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და რამდენად კარგად ასრულებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენთან დევს. პენიტენციური სამსახურის ტენდერი ერთადერთი არ არის, რომელიც სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მოიგო. სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში ირაკლი ლეთოდიანის სახელზე რეგისტრირებული კომპანია ლეთო 1979-იც ფიგურირებს. 2025 წელს კომპანიის დაფუძნებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში ლეთოდიანმა ყოფილი სამსახურის სატყეო სააგენტოს 67,000 ლარიანი ტენდერი მოიგო. იმავე წლის 15 სექტემბერს კი ამავე სააგენტომ მას კიდევ ერთი, ამჯერად 433,000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა.